ირაკლი კობახიძის თავდასხმა უზენაეს სასამართლოში მომუშავე დამოუკიდებელ მოსამართლეებზე. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებზე თავდასხმის ნაცვლად, რომლებიც სასამართლო კლანის წევრები არ არიან, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე უნდა მუშაობდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით აუცილებელია ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემის დანერგვით მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი საუბრობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეზე ამ ფორმით. პლუს ამას წინ უძღოდა წარსულშიც გარკვეული განცხადებები ერთ-ერთი მოსამართლის მიმართ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის მიმართ პოლიტიკოსების მხრიდან და სამწუხაროა, რომ მათ აქვთ ცდილობები, რომ ისეთ მოსამართლეებზე ისაუბრონ ამ ფორმით, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა. ნახეთ კიდეც ორი მოსამართლის მიერ განცხადებები, რომლებმაც თამამად განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ესეთ შემოწმებას დაექვემდება, რომ დღეს საქართველოში არსებობს ეჭვები, რომ სასამართლო სისტემა და ეს ეჭვები სასამართლო სისტემა არის ჩაფლული კორუფციაში და არსებობს რაღაც გავლენები, არაფორმალური გავლენები და არაფორმალური ჯგუფი, რომელიც ეგავლენას ახდენს სისტემაზე. რეალურად მნიშვნელოვანია უნდა უნდოდეს საზოგადოებასაც, რომ კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო ქონდეს და ჩემთვის განსაკვირია ისიც, რომ ქართულ ოცნებას დღეს ესეთი სასამართლო არ უნდა. ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემა კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ წრეებშიც. ინიციატივა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მაღალი თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, ხელისუფლების ოპონენტებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია იმ ხარვეზებისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად, რაც სისტემას გააჩნია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვეტინგის სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზი სასამართლოში ძალაუფლების შენარჩუნებაა. ცხადია, რომ ქართული ოცნება ცდილობს გადაარჩინოს ის კლანი, რომელსაც ასრულებინებს პოლიტიკურ დავალებებს სასამართლოში, დაწყებული საქალაქო სასამართლოდან პირველი ინსტანციიდან უზენაეს სასამართლომდე და იუსტიციის საბჭოთი დამთავრებული ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სასამართლო სისტემაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც მართავენ პროცესს და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. ის, რომ უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განცხადება თითქოს და ისინი არ ეთანხმებიან კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარებას, ეს აღმოჩნდა სიყალბე და ტყუილი და ორმა მოსამართლემ სულ რამდენიმე საათში გააცამტვრა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება კონსტიტუციით გარღვევის გზით ეწინააღმდეგებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ამას რაიმე ფორმით თუნდაც პარლამენტის დონეზე დაუშვებენ და ეს არის ფაქტობრივად ილუსტრაცია იმისა, რომ ისინი ეფარებიან კლანს სასამართლოში და ეს ყველაფერი კეთდება პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების